ორ თვეზე მეტია თბილისის მერი ცდილობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის იპოვოს კომპანიები და ორი თვის განმავლობაში მხოლოდ ორი კომპანიის მოძიება შეძლო. ეს არის DIN Group და Smart Solution. ახლა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას DIN Group გააკეთებს, რომელიც ერთხელ დაიწუნა მერიამ და დისკვალიფიკაცია მიცა დოკუმენტაციის არასათანადოდ მიწოდების გამო, თუმცა მას შემდეგ, რაც პირველ გამოცხადებულ ტენდერში სხვა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა, ამის შემდეგ ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში ისევ შევიდა DIN Group და ახლა უკვე შერჩევა-შეფასების ეტაპი მიმდინარეობს და სავარაუდოდ სწორედ DIN Group იქნება ის, ვისაც მოუწევს ქვეყნის მთავარი საპროტესტო ადგილის მოსუფთავება და იქ რეაბილიტაციის დაწყება. ოპოზიცია აცხადებს, რომ ახლა ამ დროს, როდესაც ქვეყანაში გაუჩერებელი პროტესტი არის, 70 დღეზე მეტია, ასეთ დროს ტენდერის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ მერს სურს მოასუფთავოს რუსთაველის გამზირი, სწორედ იმისათვის, რომ იქ აღარ ისმოდეს ხალხის ხმა, თუმცა რა თქმა უნდა, ხალხი გაჩერებას არ აპირებს, პროტესტი არ აპირებს დანებებას სამუშაოების გამო და უცნობი არის რა ხერხებით შეძლებს DIN Group აწარმოოს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, კონკრეტულად ოპერიდან თავისუფლების მოედნამდე გზის რეაბილიტაცია. ოპოზიცია აცხადებს, რომ ან სპეცრაზმის ჩაყენება მოუწევს რეაბილიტაციის გამო მერიას, ან არადა უნდა გადაუარონ და ხელი შეუშალონ აქციის მონაწილეებს. პირველი ტენდერები, რომელიც კალაძემ გამოაცხადა, ეს ტენდერები არ შედგა, არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა, ხოლო დანარჩენი ორი ტენდერი, რომელიც შედგა და ეს არის ჭოველიძის ქუჩიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩამდე აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებული იყო DIN Group, რომელსაც დისკვალიფიკაცია მისცეს და ეხლა დარჩა კომპანია, ეს არის Smart Solution, რომელიც ეკუთვნის ბექა ოდიშარიას ქვისლს, ხოლო დისკვალიფიცირებული კომპანია, რომელსაც კალაძემ არ ანდო ჭოველიძედან ჭავჭავაძემდე რუსთაველის რეაბილიტაცია, ეხლა გაიმარჯვა ტენდერში, რომელიც არის ჭავჭავაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე. თბილისის მერიასთან ურთიერთობის პრინციპები ძალიან კარგად იციან კეთილსინდისიერმა კომპანიებმა და შეიძლება ესეც იწვევდეს კონკურენციის ნაკლებობას კონკრეტულ ტენდერებში, თუმცა ძირითადი პრინციპი და წესი ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს არის კორუფცია, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიას დიდი ალბათობით წინასწარ ყავს შერჩეული კომპანია და ახლა ეს ტენდერები იშლება იმისთვის, რომ შემდეგ უკვე ტენდერის გარეშე პირდაპირ მოლაპარაკების გზით გაუფორმონ ხელშეკრულება იმ კომპანიას, რომელსაც უნდა კალაძემ და ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა კორუფციულმა ძალიან დიდმა აი ამ სინდიკატმა, რომ მისცენ ეს ტენდერი. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას აქვს ამ ვითარებაში ერთადერთი საფუძველი ხელი შეუშალოს მშვიდობიან მომიტინგეებს, მოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე თავიანთი ნებით, თავიანთი სურვილით იკრიბებიან და აპროტესტებენ ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური რეპრესია იმ ადგილის რეაბილიტაციის დაწყება და დისკომფორტის შექმნა, სადაც ცენტრალურად ვლინდება და ისმის ხალხის ხმა. ორივე კომპანია, როგორც DIN Group, ასევე Smart Solution დაკავშირებული არიან ქართულ ოცნებასთან. DIN Group-ის წილის მფლობელები ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველები არიან, რაც შეეხება Smart Solutions, რომელმაც სამუშაოები უნდა ჩაატაროს ჭოველიძიდან რუსთაველის მეტრომდე, მისი მფლობელი ბექა ოდიშარიას ქვისლი არის.